შენ ალბათ გგონია, რომ პანიკური შეტევა მოულოდნელად, აი ესე უცებ დაგეცემა ხოლმე თავზე. თუმცა, მე მინდა დაინახო სინამდვილეში როგორ მიყავს საკუთარი თავი პანიკურ შეტევამდე. პირველ რიგში, მინდა დაფიქრდე იმაზე, გეშინია თუ არა საკუთარი შეგრძნებების. ანუ გეშინია თუ არა იმ შეგრძნებების, რომელიც არის შენს სხეულში. და თუ კი შენი პასუხი იქნება, რომ კი, აი ახლა უკვე ყურადღებით მომისმინე. ნახე რა ხდება. ძალიან ხშირად საკუთარი თავი შემდეგნაირად მიყავს პანიკურ შეტევამდე. მოდი წარმოიდგინე, რომ ახლა მე ხელებს დავიჭერ ესე და მაგალითად ეს იქნება შეგრძნება, ეს იქნება აზრი. წარმოიდგინე, რომ მოულოდნელად შეამჩნია, რომ გული აგიჩქარდა. ანუ ეს არის შეგრძნება, ხო? გულის აჩქარება. როგორც კი ამას შეამჩნევ, იქიდან გამომდინარე, რომ შენ გეშინია საკუთარი შეგრძნებების, განებაში მოგდეს ესეთი აზრი, რომ ვაიმე, ნეტა რა ხდება? ცუდად ხომ არ ხვდები. როგორც კი ეს აზრი მოდის შენს თავში, შენი სხეული მყისიერად რეაგირებს მასზე და შეიძლება გულის აჩქარება კიდევ უფრო გაძლიერდეს. ანუ ისევ ეს. როდესაც შენ ამჩნევ, რომ გულის აჩქარება კიდევ უფრო გაძლიერდა, ანუ გული კიდევ უფრო მეტად აგიჩქარდა, შენ მოგდის აზრი, რომ აჰა, აი ნამდვილად ცუდად ხვდები. ის თავის მხრივ განაპირობებს იმას, რომ შენ კიდევ უფრო მეტად ინტენსიური შეგრძნებები გიჩნდება სხეულში. შემდეგ კიდევ მოდის აზრი, რომელიც თავის მხრივ იწვევს შეგრძნებას და აი ესე თანდათან აი ეს ორივე ნაწილი ერთი და იგივე წრის ავსებს ერთმანეთს და თანდათან საბოლოო ჯამში შენ მიყავს შენი თავი პანიკურ შეტევამდე ზუსტად იმ დაძაბულობით, რომელიც გაიხსენე, დაიწყო იქიდან, რომ შენ უბრალოდ აღმოაჩინე, რომ გული აგიჩქარდა. გეცნობა ეს ყველაფერი?